მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ვართ სულგუგუნი, იმიტომ რომ ჩვენთან სულგუგუნია. ჩვენი განაცემის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მოვყავთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ვსაუბრობთ ამ პროფესიის დადებით და უარყოფით მხარეებზე იუმორისტულ ჭრილში. ხო, სხვადასხვა დაურეკე მე ამას ინეებზე ხვიჩას. ხო, დაურეკე და ხვიჩა მეუბნება, პარაცხელია რომ არაუც მაო საფსარია შენი სულგუგუნის განაცემისთვისო, დღეში სამჯერ ვარჯიშობ. რატო იკლავს ეს კაცი? აი, რა სერიოზულად ინდექს. ბატონო. შენი სერიოზული სახე მჭირდება და შენი სერიოზული მოწოდება. აი ამ ხვიჩა, აბა წარმატებებით მაო, სათამაშოს უთხარი ხალხს? PSG-ში თამაშობს. მე რო გადმოვაბა რა ვერ გაიხსენა სათამაშოს უთხარი ხალხს. ვის ეთამაშება და როდის? მოკლედ, ხო, წარმატებებს უსურვებთ ხვიჩას, წესით ხვალ უნდა იყოს ფინალი. ანუ წესით, იმიტომ რომ დღეს პარასკევია. ფინალს კი არ გადადებენ, შეიძლება ჩვენ ვერ დავდოთ ნორმალურად. ძალიან ავირიეთ, ხო? ხვალ არის ფინალი და წარმატებებს უსურვებთ ხვიჩას თავის PSG-სთან ერთად. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა არის რეპერობა. იმიტომ რომ ძალიან პოპულარულია საქართველოში, იყო, მე რაღაც ერთი პერიოდი ჩავარდნა იყო, მაგრამ ეხლა ისევ ძალიან პოპულარული თემაა რეპი და რეპერობა საქართველოში. ამ თემაზე სასაუბროთ ძალიან ბევრი ვარიანტი გქონდა, მაგრამ მოვიწვიეთ იანგებში ყველაზე მაგარი იანგი, მაიკებში ყველაზე მაგარი მაიკი და მიშკებში ხო საერთოდ მიშკამ გალობლიშვილი. მოგესალმები. არიცის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. წარმატებებს უსურვებთ თქვენ გადაცემას. გადევნებთ თვალყურს. ძალიან დიდი მადლობა მიშკა და შენს წარმატებები როგორც შენ პროფესიაში, ასევე YouTube-ზეც გაუგებარი, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, გადადით და გამოიწერეთ მიშკას YouTube არხი. როგორ ახარ? კარგად, თავან? რეპერულად. მოკლედ მიშკა, ჩვენი გადაცემა თუ გაქვს ნანახი? კი, ნანახი მაქვს სხვათა შორის. როგორც აღნიშნე, ვადევნებ თვალყურს. აბა რუბრიკა გვაქვს პირველი პირველი რუბრიკა გაქვთ, ესე იგი მისალმება. მისალმება, მივესალმეთ, კაი. მეორე? ახლა ის არის მაგდერი აღარ უყურებია, გადი ეს რა დებილობაა და შევა პირფერობა ხალხო. პირფერობა ნამდვილად. ახლა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გადაცემაა, მიუხედავად იმისა, რომ შენ უნდა გეხუმროთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხუმრობა თუ ჩვენს არხზე უნდა დავდოთ, ამ ტერიტორიაზე მაინც შენ დაშავაც ვარ. ხო, მე შემიძლია, ანუ იმდენად დიდი ფანი ვარ შენი, ვაგრძელებ ამ პირფერობას, ხო, არ გამიგძელები არავის, მაგრამ მიშკას ისეთი დიდი ფანი ვარ, რომ ნებისმიერი შენი ტრეკი რო წაიმღერო, დაიწყო, გავაგრძელებ. გინდა ვცადოთ? ახალი კეტები და თესლის შავი ზედა. მომე შანსი. ნახე თუ გიმტყუნო. ჩემი უბნელი. მგონი საკმარისია, ხო? არ გამოვიდა პირფერობა. ისე შენ ისცაიდი ხარ თუ ვესცაიდი? გააშნია საიდან დადგები რა. აქედან? ვთქვათ ამერიკისთვის ის საიდი გამოვდივარ, იმიტომ რომ აღმოსავლეთი, მაგრამ საქართველოში west side, იმიტომ რომ გურიიდან ვარ. ანუ ესეა, ხო, west side. west side, west side და ეს east side. გიორგი ვანახოთ ხალხს ჩვენ საიდან ვარ. ჩვენც საიდან ვართ? აბაშა. იო! იან შენ ვიცი რეპერებს ბავშვობაში როგორ უმღერიან ხომ? არა, ხალხო ექსკლუზივი. პანჩები და პანჩები. მე უფრო სერიოზული კითხვები მაქვს ვიდრე ამას რა, თავიდანვე რო გითხრა. გისმენ. აი, ყველაზე მაგრად ვისაც გამოსდის თავისი საქმე და პროფესიაში ძალიან მაგარია. მაგას ხო ეძახია რომ ამ საქმეში პელეაო. ქართულ ჰიპ-ჰოპში პელე ვინაა? ალბათ ქართული ჰიპ-ჰოპის ისტორიამ უნდა გითხრას. შენთვის? ჩემთვის მე ვარ. სხვანაირად არ მოვკიდებდი ამ საქმეს ხელს რო არ ჯეროდეს რომ მარადონა? მარადონა პელე იყოს. ისე სულ მაინტერესებდა და მინდოდა რომ მეკითხა რა, აი ბეთლზე რომ ვიღაცა გებაზრება რა და შენ წინ დგას, აი რატო კიდია რას ამბობს? თუ ეგრე გვაჩვენებ უბრალოდ მაყურებელს რომ კიდია რას ამბობს. იცი რა არის, კარგი არის რომ გეკიდოს, თუ არ გამოგდის რომ გეკიდოს, უნდა იმიტაცია მაინც გააკეთო. მთავარი არის რომ შენი ოპონენტი გატეხო და აფიქრებინო რომ არაფერს არ ნიშნავს მისი ნათქვამი შენთვის. იმ მომენტში მაინც რა. თუმცა აი დაახლოვით ეგრე.
ჩემო მეც ვარ რა. ისე მაიკებში შემევასები და შევარდნაძე მაიკები რო აქვს. ორივე ტერაქტებთან ვართ დაკავშირებული. მეც ვაწყობ ხოლმე ტერაქტებს. ისე ეს ბეთლზე ეს ბეთლი და ჯახი კონფლიქტში თუ გადაზრდილა და გარეთ თუ გამოსულა. მე როგორც ვიცი გადაზრდილა და მინახავს აი უცხოურ ბეთლებში თვითონ ეკრანზე. არა, კაცო საქართველოში მათმა მიხედონ თავიანთი. არა, იქაც ყოფილა მსგავსი სიტუაციები, თუმცა მე პირადად არ მქონია ესეთი შემთხვევა. ეხლა რო იჩხუბან ვინ მოერევა? ყველაზე ჯანზე ისაა ხო ენემი. თუ ეგ ვაფშე არა ბეთლში. არა, გამაში იჩხუბეს ენემიმ და ჯიუმა. ხო, ვიცი. კი და ენემიმ აჯობა ქულებით რა, ნუ ახლა ესე ხო, ნუ ვიზუალურად რომელი უფრო გავართ რეპერს? ის თუ მე? ვიზუალურად სიმართლე გითხრა, საერთოდ რას გავხართ, მაგრამ? საერთოდ ქართველები არ გვანან რეპერებს ჩემი აზრით, დიდად. შენ უფრო აი რაღაცა თანამედროვე, რაღაც ცოტა ორიგინალური ვიზუალი გაქვს, მაგრამ შენ საერთოდ არ გავხარ, ამიტომ ქართველ რეპერს შენ უფრო მიგავს. რო არ გავარ, მაგით მაგასებ ხო? მე მედმოსე პელე. კაია. კაი ხალხში მოვხვდი. ისე ეს რაღაცა ბეთლები და რაღაცა რეპი იმდენად ახლოსაა საქართველოსთან, რომ რაღაც უკვე ჩვენია მე მგონი რა, ესე ვფიქრობ რა. ძალიან კარგად გამოგვდის ყოველ შემთხვევაში და უფრო რომ გავაქართულოთ, ქართული ელემენტები რო შემოვიტანოთ, მე აქ რაღაცა ის მაქვს რა. წარმოვიდგინოთ რომ ჩვენია და რაღაცა ჩვენია ამბობისა. ბეთლემსებზე რო დაეწერათ ანდაზები და გამოთქმები. რამდენიმე ვარიანტი მაქვს რა. გამშველებელს მეტი ფანჩი ხდებაო? კაია. მეტი დისი ხდებაო, ხო, უკეთესია. ნაჩუქარ ბიტს დრამი არ გაესინჯებაო? იანგ მაიკის წინ მორბენალ რეპერს ან პელე შეჭამს ან ტაჰაო? უიანგ მაიკო ქვეყანაში ივაჯის არეპინებდნენო? ეს რო გამოიყენო რამე დისში? არ ვიცი. ლაინის ქურდი და ტრეკის ქურდი ორივე ქურდიაო? გაჭირვებულ რეპერს დისი აღმარჩი დაეწიაო? და ყველაზე მეტად რომელიც მომწონს. პელეს და იანგის ჩხუბის სულელს მართალი ეგონაო? კი, კაია. კაია, ხო? ფაქტობრივად მეც მინდოდა რეპერობა იანგ არა გამომევიდა რაღაც რატო? რავი, სანამ იმას იზამდა, მე სანამ იმას. ნელი მოლაჩ. სამანამანუმალა. კასუდა. იოგი ხედავ, წავედი წინ უკვე რა, რეპერები ხდებიან ჩემს იუმორს. კი. ისე რა სიტყვებია თუ გიფიქრი ამაზე, რა სიტყვებია, რაც არ მოუხდება რეპს? იცი რა არის? მე ვფიქრობ, რომ ალბათ თითქმის ნებისმიერი სიტყვა შეიძლება მოუხდეს, ოღონდ მნიშვნელოვანი არის რა მომენტში გამოიყენებ და რა კონტექსტში. ანუ გამოსავალი ყოველთვის აი გარდიგარდმო რა მომენტში უნდა გამოიყენოს რეპში MC. ანუ ახლა ესე რომ აი გარდიგარდმო რა კაი სიტყვა არის, აუცილებლად ჩავსვათ არა, მაგრამ შეიძლება რაღაც ისეთი სიტუაცია იყოს, ან ტრეკი იყოს, ან ბეთლი იყოს და რაღაცნაირად მოუფიქრო მაგასაც გამართლება. მე მაგის მწავს. კი ბატონო, მე აქ მქონდა რაღაცა, რაც მე არ წარმომიდგენია ისეთი ვარიანტები მქონდა ჩამოწერილი. აბა ჩამოწერილი. ერთი იყო გარდიგარდმო, მეორე იყო ვინძლო. ვინძლო ამ ტერიტორიაზე ჩემი ნაშახა. რო ეუბნები ვიღაცას რა. უკუეთუ ყურუმსაღი. ვაფშე ყურუმსაღი არის კაი სახელი. MC ყურუმსაღი. კაი. ყველას ვაკითხებით ვინც მოდის ჩვენთან. ერთი დადებითი მხარე გვინდა შენი პროფესიის და ერთი უარყოფით, მაგრამ შენ ესე გკითხავ. ერთი დადებითი გითხარი რეპერობის და ერთი ლექსენი. დიპასუხო? კი. მოდი შენ რომელზეც გინდა იმას ვიპასუხე. თუ გინდა ერთი დადებითი და ერთი უარყოფითი მითხარი, თუ გინდა ერთი დადებითი და ერთი ლექსენი. დადებითი მხარე ალბათ ის არის, რომ ნუ ჩემთვის პირადად არის თვით გამოხატვის ყველაზე მოსახერხებელი ფორმა რა, სადაც ჩემი თავის რეალიზაციას მაქსიმალურად მეცედა შევამჩნი. უარყოფითი მხარე ალბათ ის არის, რომ მე რასაც აკეთებ, ლაპარაკობ, წერ, ასრულებ, მე შეიძლება დაგიბრუნდეს. რაღაც მომენტებში
აი როგორც მაგალითად ამ შემთხვევაში. კი ბატონო. პერფორმანსი. რო წარმოვიდგინე რომ რეპერები ვართ ახლა მე. და თუ არ აქვს ნანახი ახლა საიდან არის ეს შეიძლება ვიღაცას ეგონოს რომ ეს ამან რაღაც ხო და ძალიან ხშირად ხდება ეგეთი რაღაცა. ხო? კი. ყოფილა შენ შემთხვევაში. კი, აი მაგალითად დღეს რაღაც სიმღერა მოვასმენინე მეგობარს და მაჩვენებს რომ აი ესო ისი საიდან არისო, ეს flow მოპარული არისო რა და რაღაცას მაჩვენებს რა, ცოტა ხნის წინანდელს და მე ვაჩვენე ცოტა უფრო ძველი ანუ ისევ ჩემი ტრეკი. ანუ იმან აიღო შენგან და ხო არ ვიცი იმან ჩემგან აიღო თუ უბრალოდ გავდა ყოველ შემთხვევაში ამას ეგონა რომ ის იქიდან იყო აღებული. წარმოვიდგინე რომ რეპერები ვართ მე და ლუკა, რა ზედმეტ სახელებს დაგვარქმევდი. დავარქმევდი რა ძალიან ისეთი როგორ ვთქვა ისეთი ვიზუალით არის. ამოუჭრია მას. წამოუცდა ძალიან ისეთი ორო თქვი. აი მაგაზე არ მოცემ შენ ხალხი ჩემზე კარგ სტორიებს არის. და მაგიტომ ვცდილობ რომ შემოხვიდე იმაში რა პირდავაში. მოიფიქრე იან? იცი რა არის რთული არის მხოლოდ ვიზუალით და თან არასწორი რეპერის შეფასება რა ძალიან მნიშვნელოვანი არის რას რეპავს და როგორ რეპავს. იმიტომ რომ ის უკვე რომ გარეპილთან ერთად სინთეზში რომ მოდის ვიზუალი, მერე უკვე რაღაცა შეიძლება და ეხა ესე მხოლოდ ვიზუალით აი არც წარმომიდგენია რა უნდა გარეპოს. რაღაცა მიდი გარებ. MC French დავარქმევდი რაღაც ფრანგული ის ვერეტი და რაღაცა. MC French. French ხო. MC French. მე? შენ თამადაც მოგიხდებოდა? დაკავებულია. დაკავებულია? ხო. მაშინ თამადა ორი. მერკიფე. MC მერკიფე. მე და თამადა შეუბერავდი ტრეკერზე. კიდე რა პროფესიას მოუხდებოდა Young Mike, ესეთი სახელი რა, სხვადასხვა პროფესიები მაქვს ჩამოწერილი, ხო? ალბათ. ხადავში კი Young Mike. მშვენიერია. ნომერში რო გიწევ, ტელეფონის ნომერში რო გიწერია, ხადავში კი Young ბავშვთა პედიატრი Young Mike. Young Mike-ის ღამის შოუ. კი, არა, მშვენიერია. ძველი ბერძენი ფილოსოფოსი Young Mike. Young Mike-უსი. და ბოლო, აბაშის მეხუთე სკოლის სასწავლო ნაწილი Young Mike. ბატონო. აუ ძალიან მაგარი ისაა. მოუხდა რაღაცეებს, ხო? კი. ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ნამდვილად. აბა თუ იცი, რითი გავს ერთმანეთს ხილთვილია და Young Mike. რა იტყვის ახლა რაღაცა უაზრობათა. თმები არ მე მიცვივა და რაღაცა ეგ. თახსორი ზედმეტ სახელი გონია. აი უცებ რა. უცებ და დავასრულებ ჩემს პერფორმანსებს. და Young გეკითხები ასეთ რაღაცას. ავსტრალიაში რო დაბადებული ხავით. Young-ი იქნებოდი? რა შვაშია? ალბათ უფრო აფრიკაში. ჯერ Young-ი რატო იქნებოდა მე ავსტრალიაში? Young-ი. აი, მორჩი შენ ყველაფერს. აგინდაც მომჩენი თავი და. შენი ბეთლის რომელიმე მონაკვეთი რო ლექსად წაგვიკითხო თუ შეგიძლია. ემოციები შენ თვითონ მიეცი, ხო? თუ გინდა ტრეკის იყოს რომელიმე ტრეკი. ნახე შენი ახალი კლიპი. თავი რომ გონია მაგარი ტიპი. შენს ვიდეოზე რაცოდესმე ეწერება ჩემთან ბეთლის ნახვებია ყველაზე მაღალი ციფრი. ხანდახან ჟობს იყო კენტი, ვიდრე ყავდეს გენგი, რომელსაც არც გამოვა ჩენდი. მე როგორ არის? ჩემთან დისი. უნდა იყოს კომპლიმენტი. ჩემგან დისი. უნდა იყოს კომპლიმენტი. შენ პატარა კაცი ხარ აქ რა უნდა არისო? შენ პატარა კაცი. ლექსას ვერ მომბესე მაგ ტვინში. აქ რა უნდა არისო? დამაფრინდი როგორც დროშაზე სუპერ მარიო. მოკლედ ეგ თამაში თუ იცი უნდა გაგინადგურო ყველა ლუიჯი. ბრავო! ბრავო! Young-ს რო იწვევენ ახლა შუადღის გადაცემებში ლექსის წასაკითხა. როლანდო კროპელიძის გვერდი. იქიდან ყორღანებიდან გნოლი აფრინდა და აქედან დამაფრინდი როგორც. რა ძალიან
კი, მართლა კაი გამოვიდა. ხوار გავბედმოთ რამესია, უცებ ახარ, მოიფიქროთ რაღაცა. შეგიძლია? ხო, აბა ჩვენზე რას გარიყავდი მაგრამ. მე? ხო, აი ესე ის რომ ნუ იქნები უგუნური, გამოიწერე სულ გუგული. აიო! მიდი, შენს თქვი რამე. არა, კაცო. მოდა მე ისო შუაში როზეს. ვასხანებს არ ხედავ. ოა. არა, არ გამომივა. კაი, იან, შენი აზრით გვიცნობ ხო ასე თუ ისე? დიდი ხანია და აი ეხლა რო დავიწყოთ წერა ჩვენგან გამოვა თუ არა რეპერები. ესე რთული არის თქმა, უნდა დაიწყოთ. ეცემა ბოლოდან სიმღერას ნახეთ TikTok-ზე და რესტორანში. მაშინ გამოვა. არ გამოვა ხალხო ჩვენ რეპერები, ჩვენ შემდეგ გადაცემაში სხვა პროფესიით დაიბრუნდებით. ჩვენი სტუმარი იყო რეპერი Young Mikey.